პირველი სამეზობლო მარში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს სამეზობლოს აქცია გაიმართა. ეხლა უკვე მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ისინი დილის 8 საათიდან შეიკრიბნენ და შემდგომ უკვე საპროტესტო მსვლელობით გაემართნენ. თავდაპირველად ქავთარაძის ქუჩით გაიარეს საპროტესტო მსვლელობა აქციის მონაწილეებმა, შემდგომ კი უკვე ამოვიდნენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და დაბრუნდნენ უკან უნივერსიტეტის მეტროსთან. იყო გზა გადაკეტილი სანახევროდ, როდესაც მსვლელობა მიმდინარეობდა და აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ სახლის სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ტაფები და ქვაბები, რაზეც აბრახუნებდნენ და ცდილობდნენ, რომ ხმაური შეექმნათ. ისინი ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ გამოსულიყვნენ და შეერთებოდნენ მათ ამ საპროტესტო აქციაში. ისინი აპროტესტებდნენ იმას, რაც ხდება საქართველოში ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ისინი ითხოვდნენ იმ პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც გასული კვირების განმავლობაში აქციებისას იყვნენ დაკავებული. როგორც თავად ამბობდნენ, საქართველოში არის ძალიან ბევრი პოლიცია, მაგრამ არ არსებობს სამართალი. ისინი ასევე მოითხოვდნენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან ისინი არ ცნობენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, როგორც თავად ამბობენ, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ისინი კი განსაკუთრებით აპროტესტებდნენ იმ ძალას, რასაც სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურები იყენებდნენ ქართველი მოსახლეობის და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. შემდგომ ისინი აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერდნენ უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სუსის შენობასთან. რამდენიმე წუთით იყვნენ აქციის მონაწილეები გაჩერებულები და ისინი ხმაური და სასტვენებით ცდილობდნენ, რომ შეეწუხებინათ სუსის თანამშრომლები. შემდგომ კი კვლავ გააგრძელეს მსვლელობა. ჩვენ შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. გაჩნდა იქედან, რომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ყველას რუსთაველზე ყოველდღე დგომა არ შეუძლია, არ არის ერთადერთი ადგილი რუსთაველი, სადაც უნდა ვაპროტესტებდეთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ამიტომ ჩვენს უბანში, ჩვენს ეზოში შეგვიძლია ჩამოვიდეთ და ვთქვათ ჩვენი სათქმელი ამისი თქმის დემონსტრირება დღეს. ამიტომ ყველა სხვა უბანსაც იგივეს მოვუწოდებთ ჩვენ, რომ არ არის საჭირო აუცილებლად ქალაქის მთავარ გამზირზე გასვლა იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ყველას გვეხება, ყველა უბნის მაცხოვრებელს, ყველა ქალაქის და სოფლის მაცხოვრებელს ეხება დღეს, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. მე მგონია, რომ დღეს აღარ დარჩა თემი, რომელიც სარამბობს თავის სათქმელს ძალიან ხლამაღლა. პირველები ამ კუთხით აღმოჩნდნენ პროფესიული თემები და ნახეთ როგორ თოვლის გუნდას პრინციპი და როგორც კი ერთმა გადადგა ეს ნაბიჯი ყველა მაიტაცა. დარწმუნებულები ვართ, რომ სამეზობლოებიც იგივეს გააკეთებენ ჩვენი მაგალითის შემდეგ, იმიტომ რომ ეს ენერგია არის დაგროვილი ყველგან. ყველა სივრცეში, მთელ ქვეყანაში, ქალაქის ყველა გარეუბანში მათ შორის და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში აი ეს უბნებიც თავის სიტყვას იტყვიან და ამ კუთხითაც გაერთიანდებიან და თავარი მიზანი არის პროტესტი დღევანდელი ჩვენი გამოსვლისელი სამეზობლოსი და ალბათ შემდეგზე კიდევ უფრო მეტი გამოვალთ. თავარი მიზანი პროტესტის არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ თავის დროზე გავათავისუფლოთ რეჟიმის ტყვეები პირველ რიგში, მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები და ძალიან ცხადად დავანახოთ ყველას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გარედაც, რომ ეს არჩევნები გაყალბებული იყო. გასული კვირების განმავლობაში საქართველოში და თბილისში ბევრი სხვადასხვა საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართა, თუმცა ეს იყო პირველი სამეზობლოს მსვლელობა, საპროტესტო აქცია, რომლებიც მოაწყოს კონკრეტული უბნის თუ სამეზობლოს მაცხოვრებლებმა. ეს იყო საბურთალოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია და ისინი აპროტესტებენ იმ ამბებს, რაც საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში ხდება, როგორც თავად ამბობენ, ეს უნდა იყოს ერთგვარი ბიძგი სხვა უბნებისთვის და სხვა სამეზობლოებისთვის, რომ ასევე წამოიწყონ მსგავსი საპროტესტო მსვლელობები, ასევე მათი განცხადებით დილის საათები, იმიტომ შეირჩა, რომ დილით მოსახლეობას შეძლებოდა გამოსულიყო, დაეფიქსირებინათ თავიანთი პროტესტი, შემდგომ კი უკვე სამსახურში წასულიყვნენ სურვილის შემთხვევაში. დღეს კიდევ იგეგმება სხვადასხვა საპროტესტო მსვლელობა დღის განმავლობაში და საპროტესტო მარში, მათ შორის არის ბებია ბაბუების მსვლელობა
მსვლელობა, კინომოყვარულებისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა და საბოლოოდ ყველა მსვლელობა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში გაიმართება, თავს მოიყრის რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ.